H1N1 ვირუსით კიდევ ერთი 35 წლის მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. Როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, პაციენტი საავადმყოფოში 27 იანვარს შეიყვანეს და მას H1N1-ის დიაგნოზი დაუსვეს. მამაკაცი გალის რაიონის მცხოვრებია. დღემდე გრიპის ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის 267 შემთხვევა, საიდანაც უმეტესობა 257 H1N1 ვირუსია. დანარჩენი კი H3N1. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ავადობა 347 შეადგენს და გრიპის მატების ტემპი შეჩერებულია. გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულიც. მისი თქმით, ყველა გარდაცვლილთან თანხლები ქრონიკული დაავადებები დაუდგინდა. დაფიქსირდა კიდევ ერთი გარდაცვალება. ყველა ის შემთხვევა, რომელიც ასე ვთქვათ, ფატალურად დამთავრდა, არის იმ კონტინგენტში იმ ადამიანებში, რომელსაც ჰქონდათ თანხლები, უმრავლეს შემთხვევაში თანხლები ქრონიკული დაავადებები, რამაც განაპირობა, ასე ვთქვათ, აქტივაცია ამ თანხლები ქრონიკული პათოლოგიების. ბოლო მონაცემებით 347 არის ავადობა, ამას დაემატება შემდეგ ორშაბათს გამოცხადდება საბოლოოდ კვირის მონაცემები, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ გრიპის, ასე ვთქვათ, მატების ტემპი გაჩერდა, მატულობს, გაჩერდა, იკლებს კიდევაც ცოტათი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ გრიპი არ იქნება, მაგრამ სულ უფრო და ნაკლები იქნება, მაგრამ გაგრძელდება სადღაც მარტამდე. რჩევა ისევ იგივე რჩება, თუ გვაქვს გრიპის ნიშნები, აუცილებლად მივაკითხოთ ექიმს.